სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. როცა ჩვენ ღვთისმცნებებს ვერ ვიგებთ ისე როგორც უფალმა ეს ინება და ვამახინჯებთ ღვთისმცნებებს და ისინით ცხოვრობთ, ჩვენ ვართ იმ დამბლადაცემული ქალებით. ის ქალი შაბათს რომელიც განკურნა უფალმა მოხრილი იყო წელშიო თავისი უძლურებისაგან, ავად იყო ქალი და ზეცას ვერ უყურებდაო. ხომ გინახავთ ესეთი ადამიანები, რომ ისეა მოხრილი წელში, რომ ვეღარ სწორდება და სულ მიწას უყურებს, ზეცას ვეღარ უყურებს. და ეს ქალი მართლა განკურნა უფალმა სინაგოგაში, მაგრამ ასევე ამას თავისი სულიერი მნიშვნელობა აქვს ამ კურნებას, რომ ისრაელი, რომელსაც ცრუ მოძღვრები მათი არასწავლიდნენ რჯულს ისე როგორც უნდა ესწავლებინათ, ისრაელიც აი ესე მოხრილი იყო წელში და ღმერთს ვეღარ ხედავდა. აი ეს არის ამ კურნების მნიშვნელობა, ხო? და ქრისტე ეუბნება, რომ თქვენ ასე დღეში ამყოფებთ ერს, რომ არასწავლით რჯულს ისე როგორც უნდა ესმოდეთ და ღმერთს ვეღარ ხედავს ეს ხალხი, როგორც ის ქალი ვეღარ ხედავდა ღმერთს, ხო? შევიდა სინაგოგაში უფალი და ნახა იქ ერთი ქალი, რომელიც 18 წელია ესე მოხრილი იყო, რაღაც უძლურების სულით იყო შეპყრობილი და დაასხა. ნუ გეშინია ქალო, უთხრა, გახსნილი ხარ, გათავისუფლებული ხარ შენი უძლურებისაგან, შენი უძლურებისაგან. და დაადო ხელი განკურნა და გაიმართაო ქალი და ადიდებდაო ღმერთს იმ წუთში შეძლო რომ ღმერთი დაენახა და ედიდებინა ღმერთი და განრისხდა სინაგოგის მთავარი რომ შაბათ დღეს საქმეს ასრულებს უფალია საქმეში ჩაუთვალა და ამბობს რომ 6 დღეა საქმისთვის და მე-7 დღეს შაბათს და უფალი ამხილებს მათ სიტყვებით რომ ორგულნო ნუ თუ თქვენ საქოშინაურ პირუტყს შაბათს წყალს არ ასმევთ არ მიყავთ და არ ახსნით ვაგიდან და არ მიყავთ რომ წყალი დაალევინოთ და როგორ ეს ქალი თავისი საკვირელისგან თუ ხარს ხსნი თოკისგან რომ მიიყვანო და წყალი დაალევინო ადამიანი არ უნდა გამეხსნა 18 წელი რომელიც შეკრული ყავდა სატანას და უხაროდა ყველას ამისა აი ამას ასე დიდებულ სიტყვებს რო ეუბნებოდა და ასე დიდებულად ანახებდა რჯულს რა არის რჯულში მთავარი რა არის რჯულში რა არის მთავარი ადამიანის გადარჩენა ადამიანი უნდა გადარჩეს ღმერთის ნება რჯულში გამოიხატება ღმერთის ნება და ღმერთის მთავარი ნება რჯულში არის ადამიანის გადარჩენა მცნებების აღსრულება კი არა ყველა მცნება იმას ემსახურება რომ ადამიანი გადარჩეს და მარადიული ცხოვრება დაიმკვიდროს ადამიანი და უხაროდა ხალხს ესე დიდებული მოძღვარი რომ მოუვინახთ აებრივი მოძღვარი ღმერთმა და აი მის შემდეგ აი ხო გითხოვს ხოლმე რომ თუ გინდა გავიგოთ ამ მონაკვეთის შინაარსი, უნდა გავაგრძელოთ კითხვა სახარების. აი ნახეთ, აქაც ერთ-ერთი საუკეთესო ბრწყინვალე მაგალითია ამისი. ამის შემდეგ უფალმა თქვა, ვის გავსო ჩემ ღმერთის სასუფეველიო? აი ვის დავამსგავსო ღმერთის სასუფეველიო? ანუ ღმერთის მეფობა ამ ქვეყანაზე ვის გავსო? გავსო მდოგვის მარცვალს, რომელიც ჩათესა კაცმა ყანაშივა, მოვიდა დიდხეთ იქცაო, დიდი თელის ქვეყანა დაფარა ამ ტოტებმა, მაგრამო მოვიდნენ და ცისმფრინველებმა დაიბუდეს ამ ტოტებზეო. ვინ არიან ეს ცისმფრინველები? აი ეს არის კითხვა. დოგვის ხე არის სარწმუნოება, ხო? დოგვის ხე, რომელიც პატარიდან დაიწყო, ისრაელის პატარა ადგილიდან დაიწყო და მთელი მსოფლიო მოიცვა. მაგრამ შემდეგ მოვიდნენ ცისმფრინველები და დაიბუდესო. ვინ არიან ეს ცისმფრინველები? ეშმაკი. ცისმფრინველები არის სიმბოლო ბოროტის. ანუ ამ სასუფეველში სრულ სწავლება ყოველთვის შემოაქვთ ვიღაცეებს. ამახინჯებენ მცნებებს, იგებენ ისე როგორც მათ უნდათ, რომ შემოიტანონ კაცობრივი და არა ღვთაებრივი. აი ამ თხილად იყავით აფრთხილებს, ფრთხილად იყავით. ამ ჩემს სამეფოში, ამ დიდ სამეფოში ღვთაებრივში, ცისფრინველები მოვლენ, ანუ ბოროტის მსახურნი და ხშირად შემოიტანენ სრულ სწავლებას. ამიტომ ფრთხილად იყავით. მეორე ამბობს, კიდევ რას გავსო? ცომსო, რომელიც ქალმა აიღო სამი ბათმანი ფქვილიო და პატარა საფუარი შეურიაო და აფუდა ეს ცომი და მოედო. აი ასე ხდებოდა ხოლმე ცრუ სწავლებანი პატარა ადგილიდან დაიწყებოდა და საფუარივით მოედებოდა ხოლმე თელ ამ სწავლებას. ხო, ჩვენ ვიცით ისტორიიდან, ეკლესიის ისტორიიდან
ეს. და შემდეგო მიდიოდა უფალი და ქალებში და ქალაქებში და სოფლებში ასწავლიდა და იერუსალიმისკენ მიიკვლევდა გზას, რომ ჯვარცმულიყო და აქ ამბობს უფალი კიდევ ერთ რამეს, რომელიც გვიხსნის აი ამას. ეცადეთ იშრომეთ მთელი ძალით, ეცადეთ რომ შეხვიდეთ რითიო? ვიწრო ბჭით. აი რომ ეძებთ ღმერთის სასუფეველში შესვლას, ეცადეთ რომ შეხვიდეთ ვიწრო კარით, რადგან გეუბნებით თქვენ მრავალი ეცდებიან შესვლას და ვერ შევლენ. მოვა დრო, როცა მრავალი ეცდება შიგ შესვლას და ვერ შევლენ, მაგრამ ახლა ეცადეთ რომ ვიწრო კარში შეხვიდეთ. ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და დაკეტავს კარს, ხოლო თქვენ გარეთ გომნი დაიწყებთ რეკვას კარზე და კაკუნს რომ უფალო გაგვიღეთ ჩვენ. ის კი მოგიგებთ და გეტყვით არ ვიცი ვინა ხართ და სადაურნი, მაშინ დაიწყებთ ჩივილს შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით და ჩვენს მოედნებზე მოძღრავდი ჩვენო, მაშინ ის გეტყვით გეუბნებით არ ვიცი ვინა ხართ და სადაურნი განმეშორეთ უსამართლობის ყველა მოქმედი და იქნება იქ ტირილი და ღრჭენა იქ ბილთა, როცა დაიხილავთ სხვა ხალხებს სასუფეველში და თქვენ გაყრილს გარეთ. რატომ დარჩნენ ეს ხალხი გარეთ? რატო ეუბნება უფალი რომ მე თქვენ არ გიცნობთ? კარის ჩაკეტვა რომელი მომენტია? კარის ჩაკეტვა არის მისი მეორედ მოსვლა. ამის შემდეგ გინდა დაიცავი მცნებები და გინდა არ დაიცავი, უკვე სულ ერთია აბსოლუტურად, როცა კარი ჩაიკეტება. მაგრამ მანამდე აი ვიწრო კარი ნიშნავს რას? დაიცავით მცნებები ზუსტად ისე, როგორც მე გითხარი. აი ეს ამთავარი. ხომ შეცდომა ამ ფარისევლების და წინობრების ხო ეს იყო ძველ აღთქმაში, რომ ისინი რჯულს ასწავლიდნენ იმ სახით, დაუმატეს ბევრი სხვა კანონი, სხვა მცნება, რომელიც უფალს არ სურდა. აი შაბათში თუნდაც რომ ეუბნებია, რომ შაბათს არ შეიძლება ადამიანის განკურნება, ეს ხო დამატებული მცნება იყო, ეს ხო არ სურდა, ეს ხო არ არის ღმერთის ნება. და ღმერთი ეუბნება, რომ აი თქვენ ვინც დაამახინჯებთ ჩემ მცნებებს და ისე ასწავლით ხალხს და ვინც სდარად შეასრულებს ჩემ რჯულს, ის მიდის ფართო კარით. ის ცდილობს ფართო კარში შევიდეს და ვერ შევა ფართო კარით ჩემ სასუფეველში. ვიწრო კარი არის ცნების გაგება ზუსტად ისე, როგორც უფალმა გითხრა. ხო გასაგებია? აი ამას უნდა ეცოდეს ადამიანი. აი როცა უფალი მეუნება არა იცრუო მაგალითად. მე უნდა ვფიქრობდე რა არის ეს? რას ნიშნავს ეს მცნება? ზუსტად გავიგო, რომ აი იმ ვიწრო კარში უნდა შევიდე. აი იმაში როგორც უფალმა თქვა, ხო? როცა მეუნება უფალი რომ არ იყოს შენსთვის სხვა ღმერთები ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტი ღმერთის გარდა ხო მცნება? მე უნდა ვფიქრობდე რას ნიშნავს ეს მცნება? რომ რას მეუბნება უფალი ამით, უნდა ვსწავლობდი ამას, ვფიქრობდი ამაზე, რომ შევიდე ზუსტად იმ კარში, რომელიც ამ ცნებას გულისხმობს და არ ვეცადო რომ ჩემი კაცობრივი გონებით და განზრახვით შევცვალო რამე და მოვირგო სარწმუნოება ჩემზე, ხო? ბოლო ჟამის ერთ-ერთი ნიშანი რა არის? რომ ადამიანებიო ბოლო ჟამსო გახდებიან ისეთნიო, პავლე მოციქული ამბობს, რომ ეს რაც მათ ყურს სიამოვნებთო, ის მოეწონებათ. აი რაც სასიამოვნოა, რაც სასიამოვნოდ ელამუნება მათ ყურებს, აი მხოლოდ იმის მოსმენა მოინდომებენ და ზურგს აქცევენ, მაცხოვნებელ მოძღვრებას, ვიწრო კარს აქცევენ ზურგს და ამიტომაც დარჩებიან ისინი გარეთ და იქნება იქ ტირილი და ღრჭენა იქ ბილთა. აი ამას ამბობს უფალი ამ მონაკვეთში. შევაძლებინოს უფალმა. ამინ.